ეს არის შოუი. ადგილი, რომელიც 2 წლის წინ ღვარცოფმა სრულად მიწასთან გაასწორა. ტრაგედიები კი ერთადერთი მიზეზი არ არის, რატომაც რაჭის სოფლები დაცლილია. ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი ბილიკები და გზები უბრალოდ აღარ არსებობს. ეს უძველესი სოფელი, რომელსაც ოდესღაც ქალაქსაც კი ეძახდნენ, დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიუდგომელი სოფელია. თვითონ ბრილს ვერ მიყვა. ბრილამდე მისასვლელად უნდა დალაშქროთ ციცაბო კლდეები. ხიდი არ არის, ბიჭო. ისეთი დამტრეული წყალია რომ. გაკაფო ყელამდე ჭინჭრები. თანმშრომლობა აპილოტებული აქვს ხვები. არ შეგვიძლია გენევტალებები. და ზუსტად მაშინ, როდესაც ბრილისკენ მიმავალ გზაზე ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩერებულიყავი, ჩემი არხის გენერალური სპონსორი გახდა საქართველოს ბანკი, რომელთან ერთადაც გაჩერებას არ ვაპირებ. ამიტომ წავიდეთ გავაგზავნოთ გზა. ამ გზას კი რაჭის ყველაზე დიდ სოფლამდე. ხებამდე მივყავართ, სადაც უფრო მეც გავიგებთ ბრილის შესახებ. ეს ულამაზესი სოფელი სულ მცირე 4500 წლის ისტორიას ითვლის. ეს ისტორია კი მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტალურგიასთან და უფრო ზუსტად ბრინჯაოს ხანასთან. ამ ინდუსტრიულ გზაში ჩართული იყო მის გარშემო არსებული 3 სოფელიც. სოფელი გონას წიაღიდან გამოჰქონდათ სპილენძი. ბრილელი ოსტატები კი მას დაარიშხანსა და ანთიმოსურვებდნენ და მისგან ბრინჯაოს უბრწყინვალეს ნივთებს ქმნიდნენ. სოფელი თეროშოკი გამოირჩეოდა თავისი ძვირფასი საძოვრებითა და მეცხოველეობით. დღეს კი ეს 3 სოფელი დაცლილია მუდმივ მაცხოვრებელზე. ამჟამად კი ჩვენ პირველი სოფლისკენ, გონასკენ ავიღეთ გეზი. გონასკენ მიმავალ გზაზე კი მადლობა მინდა გადავხადო ქარვას ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. გონაში ვარ ნამყოფი დაახლოებით 12 წლის წინ. და მაშინ საშინელი გზა იყო, ხა როგორც ვიცი, ასე თუ ისე მოწესრიგებული არის და რავი, შენივად მივუყვებით ჯერჯერობით. გამოჩნდა დათოვლილი მთები. გონას ისტორიული მნიშვნელობაც სწორედ ამ მთებთან არის დაკავშირებული, სადაც ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული საბჭოთა კავშირამდე დამთავრებული ხდებოდა სხვადასხვა მეტალის მოპოვება და ამ რეგიონის გაძლიერება. დღეს კი ყველაფერი ეს შეჩერებულია და სოფელსაც აღარ ჰყავს მუდმივი მაცხოვრებელი. თუმცა აქაურობას გაზაფხულიდან შემოდგომამდე მაინც ამაგრებს ირინეს ოჯახი. ესენი სახლები კი არის ფეხზე, მაგრამ მიქონქილი მოკონქილი სულ ყველა ავარიულ მდგომარეობაში არის. ადრე და ახლა მიდუღდა აქაობაც რაღაც სოფელია რაღაც ხალხი. სკოლა, საავადმყოფობა, გაბაღი, როსტა აგერ, ოქროულობის მაღაზია იყო. 83 მოსწავლე სწავლობდით აუჩემ აქ მარმა როცა იყო. მოლიბდენის წარმოება იყო შვილო და სიმტკიცეს რო აძლევს რკინას და მიქონდათ მოსკოვში 45 მანქანა ტრაილერი ყოველ დღე და გახსოვთ მაგ პერიოდში თუ არა ჩემ მამამთილი ყვებოდა. ადრე ხო. კვარცი ბევრი არის, სპილენძი არის, საბაგირო იყო გახსნილი იქიდან აქ გადმოქონდათ მოლიბდენი. 65 სახეობის მჟავე წყალია გონაში. ასეთი სუფრა გაგვიშალეს სტუმარ ხალხს. დასავით ამდენი ოჯახია ზაფხულში აქ. ერთი და ახლა ეს 3-4 წელიწადი არის მოსული ქვეითკენ. ელექტროობა არ არის და იმიტომაც ადამიანებს ეზარებათ მოსვლა. ახლა ტელეფონი დაგვიდგეს, უკეთ არის საქმე. ეს საერთოდ აღიჭერა? არა. ბრილი გახსოვთ? ბრილი კი ქალაქივით იყო ეგეც. ჩემი ქმარი იძახის აქ არაფერი არ იქნება, მის დღემჩიო თუ სახელმწიფო მოკიდებს ხელს და წიაღის წეული დაიწყება ისევე, თუ არა ისე არაფერი არ იქნებაო. ყველაფერი კარგად იქნება. უმეტეს მადლობა ამ გემრიელი დახვედრისთვის. გონას შემდეგ ხებს დაუბრუნდით, სადაც ილო ლობჯანიძის ოჯახში მივედით, რათა უფრო მეტი გაგვეგო ბრილის შესახებ. ილო რამდენიმე წლის წინ ხებში დაბრუნდა და აქ ოჯახით შექმნა. რა ახალგაზრდები ხართ ხებში? სოფელში კი ბევრი, ზამთარ ზაფხულ 110, 120 ოჯახი, 800 რაღაცა სახლია. ზაფხულს ჩამოდიან და ივსება ხალხი. ბრილში რა ხდება? ეს იყო ქალაქი რა. და დღეს არაფერი არ ხდება? ანუ არც არაფერი არ ხდება. თვითონ ბრილს ვერ მიყვა. დინარე ისე რომ ვერ გადავა. აუ მინდა ანუ როგორ შეიძლება გადასვლა რა შეიძლება იმდენად ადიდებულია რომ შეიძლება ვერ გადავიდე. ანუ ახლა რასაც უყურებ რიონს იგი სიტუაცია. მე ერთადერთხელ ვარ მომყოფი ისიც ვერავის ვერ ნახავ. იმეს რამე რო კითხო, ვერავის ვერ გეტყვი. რადგან თეორიაში და ბრილს შეიძლება ვერავინ გვენახა, გადავწყვიტეთ აქვე გვეკითხა ერთი ადამიანისთვის თუ რა ხდებოდა ამ სოფლებში. ესე იგი თქვენ ხართ თეორიაშოდან? და ალბათ გავგარდეთ. რამდენი ოჯახი ცხოვრობდა დაახლოებით? აი გეტყვი ახლა. 1 2 9 სარგი 11 ციხე. რამდენზე დავიდეთ? 18 21 საფარა ვარან გამომდი. ბრილიც ისეთი სოფელი იყო, როგორც გერბი. ბრილიდან წებ ეს საქართველო. ეხლა რა არის შემორჩენილი ბრილში? არაფერი ხოხები დიესვა. და ისე ადრე მაგარბები ხალხი.
ქალაქი ხო იყო ანა. ბრილ ქალაქიო ასე წერია მე. იგი არის არტაკი ხავტეგნი. ხებიო ასე წერია წიგნს. ხები ხო? შეჯიბრი ჰქონიათ გამართული თუმე ბრინჯაოს ხანის ბრილ ქალაქელ ქალბატონებს სილამაზესა და შემკულობაში. ისინი ერთმანეთს თუ გაეპაიქრებოდნენ ხოლმე, თორემ მათი დარის სამოსი და მოსართავი მსოფლიოს ბევრი ქალაქის მანდილოსნებს შეშურდებოდა. სწორედ ეს წიგნი არის, რომელზეც გვესაუბრებოდა ქალბატონი ანიტა. მე კი ახლა ვიმყოფები ქალაქ ამბროლაურის სკოლაში, საქართველოს ბანკის იდეათეკაში. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს განათლებას და ესეც ერთ-ერთი მათი პროექტია. იდეათეკაში მოსწავლეებს თითქმის 2000 წიგნთან აქვთ წვდომა და შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერით და სხვადასხვა ტექნიკით. 2019 წლიდან დღემდე საქართველოს ბანკმა 25 მსგავსი იდეათეკა მოაწყო მთელი საქართველოს მასშტაბით, უმეტესად საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში. ამ წიგნის წაკითხვისას ხვდებით, რომ ბრილი ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი იყო ბრინჯაოს ხანის დროინდელი საქართველოსთვის. დღეს კი ბრილისკენ მიმავალი ყველა ბილიკი სადღაც ქრება. თუმცა ჩვენი რაჭას ჩამოსვლის მთავარი მიზანიც სწორედ სოფელ ბრილში მისვლა არის და იქაურობის დათვალიერება. ამიტომ როგორც საქართველოს ბანკი გვეუბნება ჩვენი არხის ახალი გენერალური სპონსორი კოტა. ბრილისკენ მიმავალ გზაზე. მოდი არ გაჩერდეთ. ბრილი ძალიან საინტერესოა რა. ქალაქი იყო დაჟე. ხო, მესმის, მაგრამ რავი, თუ ვერ გადაცურე და არის შანსი რომ ცხენის გარეშე გადახვიდე? არა, მაგ რა ვიცი რა. არა, მაგ ხელა ჯანდონის არ მგონია რომ ახლა წყალში გახვიდე რომ ისე. წყალში არ მოწოსიდია რა. არ გვიშვებს. მე ხვალზე ხარ. არ გვირჩევ. არ შეხვდი. დიდი არის ახლა და თან გალაპულია, გალაპლაპებული აქვს ფები. არ შეხვდა გენეტალებები. დაიხარეთ. აბა კარგად იყო. აბა გადამიღო და ინახე. რაცინი რომ გადაგბუჯვია ეწარდა. გინეთალი თქვი. ავიდეთ ახლა ვნახოთ აბა. ჰე. საჯართ ახლა. რა თქმა უნდა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ბრილში ასვლა რადაც არ უნდა დაგვიჯდომოდა. მანამდე კი თევროშოს მოსანახულებად გავეშურეთ, სადაც იელოს თავისი პატარა ფერმა აქვს. ახე მართლა რა საოცარი ადგილია. ხო, ეს არის მოკლედ თევროშო, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა დღეს აქ ზამთარში აღარავინ აღარ რჩება. ნახებიდან ამოდიან და ბალახობს მათი საქონელი. აი ახლა გაჩვენებთ სად ითიბებოდა ბალახი, იმიტომ რომ აქ საკმარისი არ ქონათ. აი აქ ტიხართულა ქვია აი ამ ნაწილს. ადიოდნენ იქ და მოქონდათ ხარებით თივა. იმდენად დიდი მოსახლეობა იყო, რომ სათიბები ფიზიკურად არ ყოფნიდა. ჯიხვებს არ წევდნენ ბალახს. აქ დადიან ახლა ჩემი საქონელი საბრალო წამენია რა ბალახი ჭამენ და აი მოიწველებიან ბალახს. თევროშოს დათვალიერების შემდეგ ილოს ფერმას მივადგეთ, სადაც იქაურობის დამცველები შეგვეგებდნენ. ხო, როგორ გავუსვა. მალევე კი ძროხებით ზაბრუნდნენ საძოვრებიდან. ზაფერი ერთი სულია გროზი. ბარაკა, ილო, ბარაკა. ვეჟანა. ბეჟანა? ო, ამას ვეჟანა. უნდა ჩამოგათრევინა სახელები. ევა. ლამაზა. ერცხალა, ბეჭო, ნოთო, აბლია, ვეჟანა, უგეშა, ხატია, ნიშა, всё. დღეში ორჯერ ჭირდებათ ძროხებს მოწველა და თითო ძროხა დაახლოებით 20 ლიტრ ძეს იწველება დღეში. სანამ მოწველას დავიწყებთ, პატარა ბოჩოლებიც უნდა შევიყვანოთ თავის განკუთვნილ ოთახში. მათ უნდა შევიდეს. აუ რა შეცუდა. მეგობრებო, პირველად წველი ძროხა. ჯანიანად იმას აქ. არ ვატკენ. არა, თქვენ მოუჭირდება ეს ვეჟი. საკა ძალიან უნდა შეგა. აი, შეხედე. ხან ახლა უეჭველი სიამოვნე ძროხას ხო დასკვლომაზეა. აი ესეთი ბალახი მოდის თევროშოში. მაგიტო იყო ეს სოფელი განთქმული აქაური მესაქონლეობიდან. რაღაცა გამოდის. ამდენს უტოვებ უკვე? დანარჩენი გქონდა. ძესაც საბარებ თუ მარტო ყველს? მარტო ხოლმე. მოკლედ რო ვთქვათ ამათი მონახ. ვერსად ვერ მივდივარ. მე ესენი თანშულები ვიქნები. ეს უყვება რა. ფერმის საქმეების დასრულების შემდეგ კი ილოს ბიძას შეუარეთ, რათა უფრო მეტი გაგვიგო ბრილის შესახებ. როგორ ახალ? ჯელებს, რა ვქნა? ასაქმიანობთ ახლა? აქ მოდიხართ ზაფხულობით, ხო? გაზაფხულზე აპრილში. მამამ არ დაქოს, მამამ დისო. ის ტერიტორია რაც არის ის საძოვარია სულ.
მაგრამ ვიღამ თიბილი აღარავის უნდა და აი გაიხედი აი ღელეში აი მითავზე ტიხართ უნდას ვეძახ და აი კაფთი არ ყოფნიათ თუ იქადო არა ყოფნიდა აი მადგილზე და აი მაზგილზე იყო უზარმაზარი ფერმები 170 ტონა ხორცი ჩაბარდა ჩვენი სოფლიდან მარტო 400 უღელი ხარი იყო სოფელში ახლა ერთი ხარი აღარ არის უბრალოდ აყრია აი გერისინი რა ქვია სახედურები და ის უღლე ბრილში რა ხდებოდა ჩემი წინაპრები ძირთადად ბრილში იყო მან მაცხოვრებელი აღარ იყო ხო თქვენს ბავშვობიდან აღარ ჩემი мама პაპანი ჩემი мама ბიძა ჩემი და სულ ყველა მათ დაიზარდა ბრილს სამარხები არის იცი ცხენი და კაცი ერთად დამარხული და ძირთადად ბრინჯაოს ხალხი ეხა ბრილში გადაისვლება რამით ხიდი არ არის ბიჭო ისეთი დამტრეული წყალია რომ ახლა თქვენ იქ რო გახვიდე უნდა დასველდეთ მე ახლა იქ შამბი არის ვერ გაივით ვერ მიყვა ეხა ვინ არის თქვენსავით აქ 6 ოჯახი არის 6 როცა აქ ესენი აი ვინც არიან აი ისინი ბრილიდან არიან და აქაა დაბადებული და გაზრდა დღე იყო მათ მაღარუები არის უამრავი ბრილი უფრო მეტად დამაინტერესა ქალაქმა ხო ესე შეიძლება ითქვას ძალიან ის არის აი ნახავთ შევხედავთ ხო არ გავრისკავთ ჩვენს სიცოცხლეს აში შესულს როგორ შეხვდათ რა სიწყალში შეგა რისობელს ეწინამძღვროს თქვენთვის მას არც მე დღეს გამახარეთ ისე გაიხარეთ უნიკალური ადგილია შესადახა წამოდზევით და წამო ობერთი ნენელა თეორეშოს დავემშვიდობეთ და საბოლოოდ ბრილისკენ გავეშურეთ მივდივართ უკვე სოფელი ბრილისკენ, რომელიც ერთ-ერთ ქალაქიც იყო. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც რიონი და ზოფხითური ერთმანეთს უერთდება, ხოლო ბრილი სადღაც იქ არის მთებში ჩაკარგული. თითქოს ეს ორი მდინარე იცავს ამ ადგილის კულტურასა და ისტორიას. საკმაოდ რთული გზაა გადასავლელი, უბრალოდ გზაც აღარ არსებობს, მდინარეს აქ აღებული ხიდი. დაღმალე ვევალ მდინარესთან და უნდა ჩამოვიდეთ. აი ეს არის, აი ახლა მეორე მხარეს უნდა გადავიდეთ როგორ. სადღაც იქ არის მე ბილიკი რა. მდინარე პატარა არ არის. მდინარე საკმაოდ რთულია, მაგრამ კამერაში ხო იცი ნაკლებად ჩანს ხოლმე. ამ ჯამად არაფერი ნაკლებად არ გამოჩნდება დამიჯერე. სანამ მდინარეში შევიდოდით, კარგად დავათვალიერეთ რამდენიმე ადგილი გადასავლელად. ამდე ნორმია, იქ არის პინცეტი. არ გვინდოდა დაგვეშვა შეცდომა, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვეშნდომოდა. საკმაოდ რთული მდგომარეობა, დიდი დინება, მაწყალია, ამიტომ თოკის დახმარება დაგვჭირდება და იმედია გამოგვივა. ორი ვარიანტი ჰქონდა. პირველი იყო ვიწრო, მაგრამ ძალიან სწრაფი დინებით, ხოლო მეორე ფართო, თუმცა ნაკლებად სწრაფი. მაგრამ ნაკლებად სწრაფი აქ მაინც ძალიან სწრაფს ნიშნავს. სამწუხაროდ ჩვენი თოკი განიერი ადგილისთვის არ იყო საკმარისი სიგრძის, ამიტომ პირველ ვარიანტზე შევჯერდით. გავამზადეთ თოკები და ამირაში გიჩერდა. მაგრამ მალევე იგრძნო, როგორი ძლიერი იყო დინება და დაუყოვნებლივ უკან დაბრუნდა. მეორე ვარიანტზე გადავედით. ფართო, მაგრამ მაინც ძლიერი დინება. თუმცა სხვა გზა აღარ ჰქონდა. გარდა იმისა, რომ უნდა გვეცადა. კამერაში ეშევა მარტივად ჩანდეს, მაგრამ რეალურად აქ თითოეულ ნაბიჯზე სიკვდილს ეთამაშები. დინება ცდილობს ფეხებიდან მიწა გამოგაცალოს. რამდენიმე კილომეტრში მდებარე მყინვარიდან წამოსულმა ყინულივით სიუმა წყალმა ფეხებიდან გრძნობა წაგართვას. ჩამოტანილი ქვები ფეხებში გირახუნოს. აქ მდინარე არც ერთ შეცდომას არ გაპატიებს. მე და ამირა გადმოვედით, თუმცა მეორე მხარეს ნიკუშა დაგუშა ჯოხების და თოკის გარეშე. ჯოხებისგან განსხვავებით, წყლისგან დასოლებული თოკის გადაგდება არ აღმოჩნდა მარტივი. მოვაბით ქვაზე და ვცადეთ ერთხელ. ორჯერ. ვცადეთ მესამედეც. ხოლო მეოთხედ უკვე გამოგვივიდა. აქ იგვეგონდა რომ ყველა დაბრკოლება უკვე გადალახული გქონდა და უბრალოდ ბილიქს გაუყვებოდით წყნარად. აუ, აქაც რა ხდება? ეს აი გარიხა საიდან იქნება უფრო მარტივი ასაცაცებელი. ბილიკი თავზია, ხო, ეს მონაკვეთი რუკაზის გამოწვეული. ბრილისკენ მიმავალი ყველა ბილიკი სადღაც წდება. სადა? აი გროვდება. ო, რა კაია? აქ ხოებს უყურე რომელიც ყარია იმას და
ესე ძალიან დაგეხმარება გვერდულად რომ დადგა ფეხები და არა ეს. ცერა გამოვყევე ხა. ისმიდე წოდებამდე მოდი აი აქ. როგორი მივე სუპერ ბრიალდე რაღაცა გვირაბის ბოლოს რო სინათლიანას ეს ეგ ვაიბი რატო აქ არ გავკიშდე ხა საიდან ამოგვიდი ვები გამოც სოფლის ნიშანკვალი ჯერჯერობით არაფერი არა. თავებს ხელს ვიყავს. რა ადგილია ნახეთ. მივყვებოდით ამ შესანიშნავ მდელოებს და ბოლოს ბრილიც გამოჩნდა. აქ სუჭინჭრებია. ეს სუჭინჭრებია, ხო? ამაყრა. ჭინჭრების გვერდით ავლა კი სულაც არ აღმოჩნდა მარტივი. არა, ჭინჭრის უელია, ხო? შენიტე ამათი ამჯერა სათავთივა სუჭინჭრებია. ფეხები ძალიან დამესუხა. ფათესად გავყავეთ ნახეთო. იმენა დერეფანია. ჭინჭრები თავს გიხრიან და აი წე ვინც მოვა შეუძლია ამ გზით იაროს. სწორედ ამ გზის გავლაა საჭირო დღეს ბრილამდე მისასვლელად. ბრილამდე, რომელიც ერთ დროს რეგიონის მეტალურგიული ცენტრი იყო. რაჭაში დასტურდება იმ დროს მძლავრი სამთო მეტალურგიული კერების არსებობა. ამ მეტალურგიული კერების სიახლოვეს შეიქმნა ისეთი კულტურა, რომელიც ბრილის სახელით არის ცნობილი. იყო ასეთი არქეოლოგი გერმანე გობეჟიშვილი, რომელმაც ამოიწყო სწორედ ბრილის არქეოლოგიურ ძეგლზე კვლევები. ბრილში არის ძალიან დიდი რაოდენობით მოპოვებული სხვადასხვა ცხოველების, ფრინველების ქანდაკებები. ლონია, ხელის მტევნის საკიდია, ეჟუნები, ეს სამაჯურები, ფიბულები. აი ბრილის ყველაზე ძველი ნიმუშები მაინც შუბის პირები შეიძლება ჩაითვალოს. 3500 წლის წინანდელია დაახლოებით ბრილი. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში რამდენიმე ათასწლოვანმა ბრილის კულტურამ თავისი ბრწყინვალება დაკარგა. ერთ-ერთ მიზეზად ჰუნების შემოსევა სახელდება. მეორე მიზეზი კი შესაძლოა სავაჭრო ურთიერთობების რღვევა, რამაც აქ მეტალურგია შეამცირა და ხალხმაც ეს საცხოვრებლად რთული ადგილი ნელ-ნელა მიატოვა. ახლა კი ბრილს მხოლოდ ეს მიტოვებული ქოხები და ჭინჭრის ველები ამშვენებს. აზრი არა აქვს, იმიტომ აქ აი ესეთ მდგომარეობა. რო გახედოს პროსტა. საბჭოთა კავშირზეც ეხლა დგას, ეგენი იქნებოდა უბრალოდ გამართული და აქ იყვნენ ალბათ წემსები უბრალოდ სადგომი ქონდათ, საქონელი ყავდათ. ერთ-ერთია ეს სახლიც. ნადგურებულია რა თქმა უნდა დაქავრება. ხდება აქ ნახეთ. მშვენიერი ღუმელია. ახე პოცხი, სამკაპი. სოფელი ბრილიდან ზემორაჭის ცენტრში, ონში დავბრუნდით. ცოტა დავისვენეთ, განვიქარვეთ, ძალები აღვიდგინეთ და რაჭული სამზარეულოს დასაგემოვნებლად ზუსტად იმ რესტორანს მივადექით, რომელსაც 4 წლის წინ ჩემს პირველ YouTube ვიდეოში ვესტუმრე. ესეც ქვეჭამე და ქვეწადი. რაჭული სამზარეულოდან წარმოდგენილია მხოლოდ შხმერული, ლობიო, ლორი და ლობიანი ლორიც. იყოს ლობიო? და ქარვა. ქარვა, რომელიც ჩვენთან ერთად იმოგზაურებს მოივლის რაჭის მიტოვებულ სოფლებს და გაგვიმხნევებს გზას. მადლობა ჩვენი გვერდში დგომისთვის. ჩვენი შემდეგი ორი სოფელი ონის გვერდზე მდებარე კომანდელის თემში მდებარეობს. სხიერი დღეს ნასოფლარის სტატუსით გვევლინება, ხოლო ქორთაში 2014 წელს 9 ადამიანი ცხოვრობდა. მოვიდა ხალხი ნელ-ნელა დაბლა და დაიცალა. თქვენ გახსოვთ რომ ცხოვრობდნენ? რა მახო. პატარა გელა. ესეც შესანიშნავ დღეს მიუყვება სოფელის სხიერის გზა. იქ 100 ოჯახი ახსოვთ. 100 წლის აქ 200 ადამიანის კი ცხოვრობდა. ეს კი გამარჯობის და მასპინძელოს დაძახებასაც აზრი არ აქვს აქ. სოფელი სხიერი სრულად მიტოვებულია.
საბნებიც კია შემორჩენილი. ალბათ ერთ დღეს გადაფინეს, იმედით რომ შენ ჩამოვიდნენ ისე, მაგრამ ის ვერ აქ აღარავინ აღარ ყოფილა. სოფელის ხიერის ერთადერთი მასპინძლები კი ეს ფუტკრები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ჩვენში რაღაც იმედის ნაპერწკალი გააღვივა. როგორც ჩანს, აქ ამოდის ადამიანი, რომელიც აქაური ბუნების სიკეთეებით მაინც სარგებლობს. საოცარი სურნელი ტრიალებს სამ ტერიტორიაზე. იმედია, ოდესღაც აქ ფუტკრებთან ერთად ადამიანებიც დაგხვდებიან. იგივე იმედით კი ამავე თემში მდებარე სოფელი ქორთასკენ გავეშურეთ. ჩანს რომ ვიღაცას მოუვლია რაღაცები, ასე თუ ისე, მაგრამ თვითონ ადამიანი არ შეხვდა. მაშინ, როდესაც აქ ადამიანი უნდა დავხვდეს, ამ დროს აქაურობას ბოქრო მიადევს. მაგრამ ხო, ეს სახლი მოვლილია. ამ სახლს ნამდვილად ყავს პატრონი. სწორედ ამიტომ მიჭირს მსგავს სოფლებს დაუძახო მიტოვებული. თუმცა ასევე იმის დანახვაც მიჭირს, რომ ესეთი სოფლები აცლილია მუდმივ მოსახლისგან. და ცოტა ხნის წინ შრი-ლანკაში ვიმოგზაურე და იქ ვნახე ჩვენ ხელა ქვეყანაში 23 მილიონი ადამიანი როგორ არის განაწილებული. ასეთი კონტრასტებია, რაც მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის. ერთ მხარეს სიჩუმე და მიტოვებული სახლები, მეორე მხარეს კი სიცოცხლით სავსე ქუჩები. თუ მსგავსი მოგზაურობის დაგეგმვა მოგინდებათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტურისტული კომპანია შენი მეგზური დაგეხმარება. თქვენ მაქსიმალურად იქნებით ჩართული საოცარი ემოციების მიღებაში, ხოლო შენი მეგზური ყველა საჭირო ფორმალურ მხარეს მოგიგوارებთ, როგორიცაა ვიზა, ფრენები, სასტუმროები და ასე შემდეგ. რო წარმოვიდგინოთ შრი-ლანკური ცხოვრება აქ, ალბათ აქ 200-300 ადამიანი მაინც გაგხვდებოდა. თუმცა დღეს აქ იმას ვაკეთებთ, რომ უბრალოდ ვიღაცა ეი ბაბუ ამბებო და გვიზახოს და შეგვიპატიჟოს და რაღაცა ერთად გავიზიაროთ ის წუთები. მსგავსი წუთების გარეშე კი საბედნიეროდ ამ მოგზაურობას არ ჩაუვლია. ახლა ჩვენ ვყოფებით სორის თემში, სადაც მდებარეობს ორი სოფელი. ბოლო მონაცემებით ამ ორივე სოფელში თითო ოჯახი ცხოვრობდა. როგორც ეს არის ის მცირედი პროდუქტები, მისი მიცემაც გვინდა ადამიანებისთვის, ვინც დაგხვდებიან. მაგრამ დაგხვდებიან თუ არა, ჩვენი საფიქრალი სწორედ ეს არის. უკვე კილომეტრების მანძილზე მივუყვებით ესე ტყეში ჩაფრულ გზას. სწორედ ეს ხდის საინტერესოს და ამავე დროს ალბათ სწორედ შეიძლება ეს იყოს მიზეზი ამ სოფლების დაცვის. არა, დასახლების ნიშანკვალი არ არის რუკაზე, სხვა შორის. აი ქვემოთ. ვაა, რა მაგარ ადგილას არის. მაგარი. აი ხიხიანი გზა არის აქედან ამოსვლა არ იქნება ჩემის მოხდალებული აზრით მარტივი. ამის ხილი. აშკარად არის ვიღა. მე ძალიან გამიხარდება აი ამ ადგილს, თუ ვიღაცა ამაგრებს. ვინც აქ მუდმივად ცხოვრობს. არ ვიცი, ნახოთ ამას. მამლის ყიულს კი მანქანიდან გადმოსვლის თავნავე ძაღლების ყეფა და შემოგებება შეემატა. მამლებიან ხაცმები არიან. სატელიტიც არის იქ. ცეცხლსანთელი. გამარჯობა! მასპინძელო! გამარჯობოთ! გაგიმარჯოს! რაჭის უნიკალურ სოფლებს ვეძებთ და თქვენ მოგადექით. ახლოს მოდი. ალბათ სწორედ ეს ემოცია, რასაც ამ მომენტში გრძნობდით. სწორედ ეს ემოცია ის, რის გამოც ვაკეთებთ ამ პროექტს, რის გამოც სტუმრობთ ადამიანებს, რომლებსაც სტუმრის მისვა ყველაზე მეტად უხარიათ. გენაცვალე ბაბუ, როგორ ახალ? ჯანზე ხადი. ფარხმალი ჩამოვყარო, დაუბერდი და კი არა, ხა გარშემო რასაც უყურებთ, ამდენი რაღაცა როა ნათესი, მოვლილი, ვინ აკეთებს ამ ყველაფერს? ხო დაინახეთ, ბიჭუნარი იქანა შევიდა. გამარჯობა. სულ იყო აქანა გასოციკოვნი სკოლა, ბიბლიოთეკა. განთარზაფხულა ხართ თქვენ თუ? კი ბატონო, დალევით. რაღაცას დავროცებით ახლა ისე ჩვენ არ მივდივართ ხავაზობებში. ჩვენ მოგზაურობის განუყრელი ნაწილი ადგილობრივების მიერ გულით გაშლილი სუფრა. სამ კითხვაში უნდა დაამთავროს ადრინდელი. წარმატებები და ოცნებების ასრულებას გისურვებ და დამთავრდა. აი გოთხია. 4 გამოვიდა. ერთი სიმღერა დავწერე. რა იცი? გარათმზია ჩემ გულში კი ნისლია. ვერ გავიგე გენაცვალე ვისი ხარ? შეგენაცვალე. დაისახე მიზანი, დაისახე ოცნება და ჰოპ და იქ აღმოჩნდა. მე ხვდები რომ თურმე ისიც ესე არ გდომებია, გაუფერულდა. თავარი ასე ვთქვათ, სიამოვნება არის იქამდე მისასვლელი გზა. გიორგი ბიზია უხსენი ეს შენაცვალე. შენ არ მიაქვს თქვა თავი თუ. ზედა დავალი მოგივიდა ეს. არა. მე ჩემს ომას აი ზუსტად არის, დაინახა და ხუხტი. ეს რა კაი ბიჭი გავფუჭდი? რა ტკბილი მოგონება გახსენება ამდენ ხალხში, ამდენ ურთიერთობაში, რა იყო ის განსაკუთრებული მომენტები, რაც გენატრებათ? გინდა სკოლა დაგიდგას და მიხვიდე პირველ კლასში. პატარა ბიჭია ჯერ გასაზრდელი ხარ. კარგი რა იყო აქ, რაც გახსოვს, ყველაზე კარგი აქ რა იყო. რა გაცინებს ამოიღა მაისე. ნუგა
კარგი გაახსენე და პორტიკალში დაეჭხირო. აი გარი. პირველად ამოვიდი დღეს და ხვდები პირველ რიგში ამ სოფლის პრობლემა რა არის. შუქი არა მაქვს, მის დამთა. მაგას ვიზახი. ის რომ ეს ადამიანები ამ სოფელს აძლიერებენ და ის რომ ამ სოფელს გენი არ აქვს, რომელიც ერთი კაბელია საჭირო და ამ დროს ეს არ კეთდება. ეს პრობლემაა. ბესობა ბუმზის პანელებით ამუშავებს მათ სივარს, ნატურებს და ტელევიზორს. თუმცა ზამთარში ენერგია აღარ ყოფნის ამისთვის. გარდა დენისა, სოფელში არც ტელეფონი იჭერს. შესაბამისად, სრულად მოწყვეტილები არიან ცივილიზაციას. იგივე პრობლემები აქვს ამავე თემში მდებარე სოფელ გადამშის, სადაც ასევე მხოლოდ ერთი ოჯახია დარჩენილი. აქ მოსასვლელი გზაც ძალიან დაზიანებულია და მის გასავლელად მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო. ტაქსი რომ დავიქირავ 200 ლარი დირა. რაიონს რა გაუჭირდა მაგალითად თვეში ერთხელ დავრეკა მამონი და ჩამიყვანე ამომიყვანე ბილია გინდა რაღაცები. მაგ დაჟე ჩვენი გასნობისას იყოსა. აბა გამარჯოს სამიდანიე შეგერგება არ დაითვლები სამზემეც დალევ იქვე შემაგადებ ვარქაბიცია შეგაიხარ ვენი სალასტუნები მიყოლიან და დალი ბანსალით რომ გაუყოლები სამში ვისული იქვე კიდესთან ჩაიგებსები გამოვლით ისევ ერთმანეს ჩალოს ვაი მე დედა ამდენი ადამიანებია მოვეთი 7 წელი აღარ ვახტანგურები რაჭულის უფრის გავწერებული იტალიის მეთოდია ახლა კი მინდა გაჩვენოთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სოფლის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ახლა გადმოვხვიეთ სოფელი ჭიბრევისკენ. აი სხვადასხვა ამ გზამ და გაზის გაყვანამ ძალიან ბევრი მოაწერია სოფელში. რამდენი ოჯახი ცხოვრობდა დაახლოებით? ყველა ოჯახი მნახოს საღაც 67. მოსახლე ახლა ზამთარში რჩება 3. ძალიან მოიზიდა ხალხი და მოდიან და ღმერთ მაქრას რომ მე რომ ახსოვს ჩემი ბავშვობის პერიოდი ისე გამრავლეს მარტო აქ კერა მთლიანად რაჭაში რა. ინფრასტრუქტურის განვითარებამ შესაძლოა არა მხოლოდ დააბრუნოს სოფელში ხალხი, არამედ სულ სხვა მნიშვნელობას შეძინოს სამ სოფელს. ესეც ამოვედით სოფელ მრავალძალში, რომელიც დაახლოებით 1850 მეტრზე მდებარეობს. ბოლო მონაცემებით ამ სოფელში 7 ადამიანი ცხოვრობდა. ჩვენს უკან ეხლა უნდა ყოფილიყო წესით საოცარი ხედი, თუმცა ბუნებამ ამჟამად ნისლი გვაჩუქა. ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც თარიღდება მე-11 საუკუნით. აი რა, სამწუხაროდ ფანჯრიდან გვიწევს ეკლესიის დათვალიერება. აი პოტენციალს რაღაცებს გაკეთებენ, საკურორტო ზონა უნდა გაკეთდეს. კურორტის სანიშნობა მიეცა, ხო, აქაურობა. ეს რაღაც ძალიან დიდი სოფელი, ნელა დაიცავა. ეხლა კიდევ ისე უბრუნდება თავის ძველ სახეს. ეს მოაქვს განვითარებას, ეს მოაქვს ინფრასტრუქტურას. ერთ შეხედვით სოფელის ორგითი მოწესრიგებული ჩანს. აგვის ურნაც კი დგას. გამარჯობა, გამიხარდა თქვენი დანახვა. 5 წელი რა სტრესით ჩამოვედი. თეორში ვერ ჩახვიდოდი, ვერ ამოხვიდოდი. ზები გაკეთე, ახლა რაღაცა კეთდება. ჩემი პატარა იმპერიასავით ამ. აგერ ყველს უგზავნი ბიჭებს, აგერ ხორცს უგზავნი, აგერ ჯონჯორს უგზავნი. რაღაცით ვეხმარები. კაროჩი მისია გამაჩნია. გაიხარე. სწორი მისია გიპოვიათ, შემოგივლეთ. ეხლა გადმოვხვიეთ კვაშხიეთში მდებარე სოფელში, სევისკენ. სევა არის დედაჩემის სოფელი. ნახე რამხელა სახლია. რამხელა ისტორიას ინახავს სამწუხაროდ. მე ბევრი არაფერი არ მახსოვს ამ სახლიდან, რადგან არ დავდიოდით აქ. ამ თონეში გამომცხარი პურის გემო ალბათ დედაჩემს გაახსენდება. გოტა, კეჩხუ, ნინი, 2015 წელი. ამ დღეს ვიყავი ბოლოს ამ სოფელში. ჩემი ბაბუა. წლევანდელი ისტორიული ნიშნულიც დაუტოვე ამ სახლს. 10 წლიანი გამოტოვებები კი მაქვს, მაგრამ იმედია შევამცირე. როგორც კი ონს გამოცდებით, სწორედ აქ იყოფა გზა ორად. ერთი არის შოვისკენ, ხოლო მეორე ღებისკენ და ჭიორასკენ. პირველ შოვში ხალხი ცხოვრობდა, იქ ჯრიამული იყო, თუმცა სამწუხაროდ 2023-ში იქ ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. ეხლა სად ვხვდები? ვერო. მარც ღობერო იყო და შემოღობილი სანატორიუმი და რაღაცეები იყო. დაიწერეთ შოუში ვართ უკვე. რასი ძახი? აუ, ეხა გავიარე. სად ვართ ხდები? აუ, ვისე მასშტაბები რო წარმოიდგინე. აი, პროსტა გული მისკდება. აი, წარმოიდგინე ეს ქვები არის ჩამოტანილია, ხო? ესეთი არა 1, 2, ათასობით არის რა, ანუ არ ვიცი. უდიდესი მონაკვეთი, სადაც ხალხი ცხოვრობდა, ხი ოჯახი ჟრიამულობდა, ეს სრულად განადგურებულია.
ლოდებათ ხრეშად და ტალახად არის ქცეული. და მე ჩემი 4 წლის წინ დადებულ პირობის შესასრულებლად ამოვედი აქ, რომ ბუბას მყინვარზე უნდა ავიდე და ბუბას მყინვარს უნდა შევეხო. ეს პირობა დავდე ჩემს პირველ ვიდეოში, როდესაც აჭარაში მოგზაურობდი და ზუსტად ეს ხეობა გავია. ბრუნდები იმ პირობით, რომ ბუბის მყინვარს დაუბრუნდები. ბუბის მყინვარს უნდა შევეხო. ზუსტად იმ მდინარეს უნდა უყვეთ, რომელიც დღეს სულ თუ არა ნაწილობრივ განადგურებულია. წინ საკმაოდ რთული და სურპრიზებით სავსე მოგზაურობა გველოდება. მოკლედ, შემდეგ ვიდეოში უკეთესად დავათვალიერებთ შოუს და გავუყვებით ბუბას მყინვარის ულამაზეს ბილიქს და შევეცდებით მყინვარზე ასვლას. ამიტომ გამოიწერეთ არხი, ახლავე რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები.